მოგესალმებით ყველას მეგობრებო. აი ახლა მე ვდგავარ რუსთაველის თეატრის წინ. გარეთ და მინდა პასუხი გავცე იმ ინციდენტს, რაც მოხდა გუშინ რუსთაველის თეატრში, როდესაც დამთავრდა სპექტაკლზე და როგორ მოიქცა რამდენიმე ჩვენი მსახიობი პაკლონზე სპექტაკლის შემდგომ. მე მინდა სამივე მათგანს, თამთა ინაშვილს, ნატალია ყულოშვილს, ანა ამილახვარს ვუთხრა, რომ ეს არ იყოს სწორი. თქვენ არა გაქვთ უფლება რუსთაველის თეატრის სახელით მოუწოდოთ. მე ამიტომ ვდგავარ შეგნებულად გარეთ ახლა ქუჩაში. ქუჩაა ის ადგილი, სადაც შენ ნებისმიერი პროტესტი შეგიძლია გამოხატო. შენ ისაუბრო მხოლოდ შენი სახელით და არა თეატრის სახელით. თეატრში არა გაქვს იმის უფლება აკეთო ის, რაც მოგესურვება. უნდა სცე პატივი თელ კოლეგებს, რომელიც მრავალი მხარე ამ თეატრს ყავს ყველანაირი მაყურებელი. ზოგი იმის მომხრეა, ზოგი იმის მომხრეა და ასე შემდეგ. შენ უნდა სცე ყველას პატივი და ყველას სახელით. არანაირი მოწოდება თეატრის შენობიდან არ უნდა გააკეთო. რა თქმა უნდა, ტრაგედია არ იყო გუშინ, რაც იკადრეთ და ბანერებით გამოხვედით პაკლონზე და აქ რაღაცა წარწერები გქონდათ, თურმე წინეს არც დაგვინახავს, მე ვნახეთ. და რა თქმა უნდა, არავის დაჭერა არ უხარია და არ სურს, მაგრამ შენ ამისთვის, ამ პროტესტისთვის რუსთაველის ეროვნული თეატრი არ უნდა გამოიყენო. შენ გამოდი გარეთ და რა განცხადებაც გინდა ის გააკეთე. ამიტომ გპასუხობთ მე ქუჩიდან, რომ არ გამოვიდეს ჩემი პასუხი რუსთაველის თეატრის პასუხია. არა, მე როგორც ჩვეულებრივად ერთ-ერთი მოქალაქე ვცემთ პასუხს იმ ყველაფერზე, რაც იკადრეთ გუშინ. ჩემთვის ეს იყო ძალიან მიუღებელი, მეგობრებო, არ იყო სწორი. ახლა კი მინდა საზოგადოებას გითხრათ. ის მსახიობები, რომლებიც დღეს ასე ჩართული არიან პროტესტში, აქციებზე მონაწილე მსახიობები, ჩვენი კოლეგები არიან, რა თქმა უნდა, დიდი პატივისცემა ყველას თავისუფალი არჩევანი აქვს, ვისაც რა უნდა ის თქვას და ის აპროტესტოს, მაგრამ მინდა გითხრათ, რატო არ არიან ჩემთვის გასაკვირი არც ერთი მათგანი. ეს ყველა მსახიობი, როდესაც იყო მიშა სააკაშვილი პრეზიდენტი ჩვენი ქვეყნის და ნაციონალური მოძრაობა და მართლა რეჟიმი მძვინვარებდა საქართველოში, ყველა იყო მიშას მომხრე, მათი მომხრე. ერთადერთი იყო მაშინ რუსთაველის ეროვნული თეატრი, რომელიც ებრძოდა სააკაშვილის რეჟიმს, რომლისთვისაც მიუღებელი იყო ნაციონალური მოძრაობა. ერთადერთი იყო რუსთაველის თეატრი და რჩება ბოლომდე ასე. ამიტომ ის მსახიობები, რომლებიც ახლა რეგიონებში დადიან, ყოველდღე აქ რუსთაველზე დგანან, აპროტესტებენ დღევანდელ მდგომარეობას, ჩვენთვის გასაკვირი არც ერთი არ არის. მერე კიდევ მინდა გითხრათ ერთი რამე. ისევ ეგენი, რა თქმა უნდა, რამდენიმე ჩვენთანაც არის და ალბათ იმ თეატრებშიც არის მსახიობები, ვინც არ იღებს ამ პროტესტს და არ იზიარებს მათ აზრს, მაგრამ ალბათ არიან ჩუმა და მათი გადასაწყვეტია ეს ყველაფერი, მათი არჩევანია. ჩვენთანაც არიან და იცით რას ამბობენ, გითხრათ? როდესაც რეპეტიციის დროს არის თუ შესვენებებზე საუბრობთ ხოლმე დღევანდელ მდგომარეობას, ისინი ამბობენ, როდესაც პროტესტი დავიწყეთო, ჩვენო ძალიან კარგად ვიცოდითო, რომ რა თქმა უნდაო, ესო ყველა მიცისო, ყველა მხარემ, რომ არანაირად არჩევნები არ გაყალბებულაო. მაგრამო ამაში არ არის საქმეო. ჩვენ უბრალოდ არ გვინდა ეს მთავრობა. ჩვენ პასუხობთ, თუ კი შენ იცი, რომ არ გაყალბებულა და პროტესტი იწყებ, ტყუილით უკვე რომ თურმე არჩევნები გაყალბდა, უკვე დამარცხებული ხარ. იმიტომ რომ ტყუილი ვერ გაიმარჯვებს ვერასოდეს. ყველა ტყუილი არის დროებით. ხო რატო ქვია ტყუილი, რომ აუცილებლად გამოაშკარავდება, რომ ის არის ტყუილი. მერე ის თქვენი ისევ ვითომ თქვენი მომხრეები რომ გგონიათ, ზურგს უკან იცით რა საუბრობენ თქვენზე, არ იცით?
და ასეთი ადამიანებია ხო თქვენთვის მისაღები და ვინც პირდაპირ სიმართლეს პირში გეუბნება, ის მიუღებელია. ის რუსეთუმეა, ის ქოცია და ასე შემდეგ, არ ვიცი. უამრავი სახელწოდებები გაქვთ ჩვენს მიმართ. რა თქმა უნდა, არასოდეს არ მომწონებია ჩემგანაც ბევრი რამ, გამიკეთებია ისეთი კომენტარი, დამიწერია ზოგიერთ გვერდზე, ან მიპასუხია ცუდად ადამიანისთვის, მაგრამ ადამიანები ვართ, ხო, რაღაცას ვერ მოითმენ და იკადრებ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს მომწონს. გვერდიდან რო შემიხედავ, ძალიან გაუბრაზებულ ვარ საკუთარ თავზე, რომ არ უნდა დაეშვა იმ დონემდე, რომ უღირსად უპასუხო. მაგრამ ეს მე მარტო გამიკეთებია, არავის სახელით და მე ამ ყველაფერში რუსთაველის ეროვნული თეატრი არ გამომიყენებია. მოდით რა, გადახედეთ კარგად ამ თეატრის ისტორიას და მე გაბედეთ, თუ კი შეძლებთ რაიმეს გაბედვას. პატივისცემას ნუ დავკარგავთ ადამიანებო, ეს არ შეიძლება. და ყველაზე მთავარი, აი ხო არის, ალბათ ყველა ფიქრობს, რომ ნეტა ხო არ ვწდებით და ეს ხო არ არის მეორე მხარე მართალი და ჩვენ რაღაც შეცდომას უშვებთ, რომ მათ გვერდით არ დგავართ. 1%-ის თუ მიფიქრია ამაზე, ეგ 1%-იც აღარ არის და იცით რატომ? იმიტომ რომ აი ამ მოვლენებმა ზედაპირზე რაც ამოიტანა, ის რომ თურმე ადამიანებს ყველაფრის კადრება შეუძლიათ. შენ რომ ყველანაირ ძვირფას, ყველანაირ წმინდას აფურთხებ, აგინებ, შეურაცხყოფ, რანაირად უნდა შემეპაროს. თუნდაც ის 1% ეჭვირო, შენ ხარ მართალი და მე არა ვარ მართალი. არ შეიძლება ასე მეგობრებო. ძალიან მიუღებელია, რაც ხდება დღეს ქართველებში, როგორც ვართ ერთმანეთთან დაპირისპირებული და მოდი რა, უფრო სიღრმისეულად დავფიქრდეთ თითოეულ ჩვენთაგანი. უფრო სიღრმისეულად და სანამ რაღაცას ვიტყვით, ნუ გაასწრებს სიტყვა გონებას რა, ჯერ კარგად ვიფიქროთ და მერე თუ შეურაცხყოფა მისაყენებელი და თვლი რომ უნდა მიაყენო, შენი არჩევანია კი ბატონო. კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ძალიან არასწორი იყო, რაც იკადრეს გუშინ ჩვენმა მსახიობებმა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამას მიხვდებიან, რატომ იყო არასწორი. ის კი არ იყო არასწორი, რომ თქვენ პატიმრების გათავისუფლებას ითხოვთ. არა, ამაში ადამიანი არ უნდა იყო მაშინ, რომ ვიღაცის დაჭერა გიხაროდეს და არ გინდოდეს გათავისუფლება. არა. პროტესტისთვის ეს არაჩვეულებრივი თეატრი, ძალიან საპატივცემულო და დიახ, ნომერ პირველი თეატრი შენი ქვეყნის არ უნდა გამოიყენო. შენ ყველა სახელით არ უნდა იკადრო და არ უნდა ისაუბრო. არასოდეს არ უნდა გახადო თეატრი მხარე. გთხოვ, ჩემო კოლეგებო, ეს ყველაფერი გაითვალისწინეთ. ნუ დაუშვებთ ასეთ შეცდომებს. რაც გინდათ, აი როგორც ახლა მე კუჩიდან გცემთ პასუხს, რაც იკადრეთ გუშინ, ასევე იდექით გარეთ და რაც გინდათ აპროტესტებთ.